თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება მზია ამაღლობელს ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფრაზები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ აქციებზე, რომელიც კვლავ გაჟღერდა დღეს ამჯერად სცენიდან და ამჯერად ამ ღონისძიების ფარგლებში, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც იყო ერთ-ერთი ავტორი სიტყვებისა, რომ ახლა აუცილებელია, რომ საზოგადოება მიფიქროს იმაზე, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს სიტყვას, რამდენად დიდი ძალა აქვს დიალოგს და თავისუფლებას. აქ შეკრებილი ადამიანები ერთი კონკრეტული იდეის გარშემო ერთიანდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგს ყველაზე დიდი ძალა აქვს, რადგან მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ თვით გამოცხადებულმა ქართულმა ოცნებამ მოქალაქეებს წაართვა თავისუფალი დემოკრატიული და ევროპული განვითარების ყველა გზა. ახლა სწორედ ქართულმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი ევროპული არჩევანი, საკუთარი ევროპული ღირებულებები, რადგან ქართული ხალხის ერთადერთი უცვლელი და უალტერნატივო არჩევანი სწორედ არის ევროპა. ის იდეები, რომლებიც აქ გაჟღერდა, არის კარგად ნაცნობი ყველასთვის, უბრალოდ ფორმატი არის შეიძლება ითქვას განსხვავებული. დელეგატები აცხადებენ, რომ მათი თანამოაზრეები, ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპული იდეისა და ღირებულებების გარშემო არის გაერთიანებული, არის მათი პოტენციური თანამოაზრე, ამიტომ ისინი დაელაპარაკებიან ყველას, რადგან ამბობენ, რომ მათთვის დიალოგს აქვს ყველაზე დიდი ძალა, რომ ეს არის დემოკრატიის უცვლელი და განუყოფელი ნაწილი. გარდა ამისა, ზუსტად ერთ კვირაში ისევ გაიმართება შეხვედრა, თუმცა მანამდე იქნება 3 საკონსულტაციო შეხვედრაც. ამით არ სრულდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი აცხადებენ, რომ აქციებზეც აქტიურად იქნებიან წარმოდგენილები, ისევე როგორც ეს ხდებოდა წინა პერიოდის განმავლობაში და საერთო ჯამში, რომ შევაჯამოთ მათი პოზიციები, ახლა მედიის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არის მნიშვნელოვანი, ერთიანდება იმის გარშემო, რომ ახლა არის გაერთიანების დრო, ახლა არის ფუნდამენტური ღირებულებების წინაპლანზე წამოწევის დრო, იმისთვის, რათა საქართველო ქართულმა ოცნებამ ვერ გადაიყვანოს რუსულ ორბიტაზე და აუცილებლად ქვეყანა იყოს ისეთივე ევროპული, ისეთივე ღირებულებების დამცველი, როგორიც იყო აქამდე და რაც სურს ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია. მეც მიყარხართ თითოეული თქვენგანი, ვისაც აქვს გულწრფელი სურვილი, რომ დავიხარჯოთ საერთო საზოგადოებრივი სიკეთისთვის. ჯერ იყო სიტყვა, დღესაც არის სიტყვა, თავისუფალი და მართალი. ადრესატამდე მისვლისთვის მას უწევს დეზინფორმაციის, მანიპულაციის, პროპაგანდის ნიაღვარის გადალახვა. ამას უმატებენ შემზღუდავ კანონებს და ისევ სასტიკ ძალადობას. დავკარგავთ სიტყვას, დავკარგავთ თავისუფლებას. წამს რომ ამ ერთიან ძალისხმევას კეთილსინდისიერ ძალისხმევას აუცილებლად მოყვება საერთო საზოგადოებრივი სიკეთე. პოლიტიკურ ვერზე გჭირდება შინაარსები, რომელიც მოქალაქეებს მათ რეალურ საჭიროებებსა და წუხილებს აირეკლებს, რომელიც ნდობის შენებას უზრუნველყოფს. გადაუდებლად გჭირდება პოლიტიკა, რომელიც დაიხსნის ყველა პოლიტიკურ ტყვეს, დაიხსნის თემურ ქათამაძეს, დაიხსნის მზია ამაღლობელს. ვინც არ უნდა მოვიდეს შემდგომში სახელდაგვარებს არა აქვს მნიშვნელობა. საზოგადოება დავხვდეთ რაღაცნაირი დაკვეთით, მზად ვიყოთ, ვიცოდეთ რა გვინდა და მხოლოდ ეს არის ერთადერთი გარანტი ჩვენი ჩართულობა, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვექნება. დაფუძ დასავლეა, სადაც მე წარმოვადგენ დიასპორების გაერთიანებას, მათ ჩათვალეს რომ მე ვიყო მათი ხმა საქართველოში, იმიტომ რომ როგორც ყველა ადამიანის ხმა, რომელიც არ ესმის ახლა ჩვენს ხელისუფლებას, ყველაზე მეტად არ ესმის, რა თქმა უნდა, ჩვენი ემიგრანტების. ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი, პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ აუცილებლად, რომ საბოლოოდ მივიდეთ იქამდე, რომ ამ რუსულმა სისტემამ, რუსულმა რეჟიმმა დაიხიოს უკან. ეს საღამოს და ყველა საღამოს რუსთაველზე წარმოდგენილი იქნება QR კოდები შესაბამის ინტერეს ჯგუფებში გაერთიანებისთვის საჭირო კითხვარისთვის. ამიტომ შეგიძლიათ რომ მოგძებნოთ ასამბლეის წარმომადგენლები და ამ QR კოდების საშუალებით გაერთიანდეთ იმ ინტერეს ჯგუფში, რომელიც თქვენს ინტერესის სფეროს შეესაბამება. 3000-ზე მეტი ადამიანი და 20-ზე მეტი განსხვავებული ინტერესის ჯგუფი ახლა გაერთიანდა იმისთვის, რომ გააკეთონ ყველას გასაკეთებელი, რომ დაიცვან საქართველოს ევროპული ღირებულებები. თქვენ ახლა ჩემს ზურგს უკან ხედავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშას და ეს ადამიანები სწორედ ამაზე აქცენტირებენ, ამას უსვამენ ხაზს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის იცავდა მის ისტორიულ არჩევანს, ამიტომ ამბობენ, რომ ახლა არის საუბრის დრო, ახლა არის დიალოგის დრო და ახლა ყველა აქტიურად უნდა იყოს ჩართული, მათ შორის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებშიც, რადგან დემოკრატია ეს არის ხალხის მმართველობა, ამიტომ ხალხის გარეშე ვერასოდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ვერაფერი გადაწყდება.
მადლობა, ეს იყო ხატია სამხარაძე.